მოკლედ დავიწყეთ კიდევ ერთი საღამო და უნდა დავიწყოთ ჩვენი გათამაშება საქართველოს ეროვნული ლოტარიის ონლაინ პლატფორმა. იცით რომ 19:45 წუთზე გვეთმობა ჩვენ მეგობრებო ერთი საინტერესო ფაქტი რომელიც მოხდა 2007 წელს სწრაფად განვიხილოთ NASAM აღმოაჩინა სუპერ ახალი ვარსკვლავი რომელსაც არ გუნა ნომერი SN2006GY რით გამოირჩევა ეს ვარსკვლავი დღემდე აღმოჩენილ ვარსკვლავიდან ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია მანამდე ეს ტიტული SN ვინმე SN2005 ეს აპს ეკუთვნოდა მაგრამ აი GY ჩამოართვა ეს სიკაშკაშე და მოდით აი ამ სიკაშკაშის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით დავიწყოთ ლოტო 535 ოქროს ბურთის 2380 მე-10 ტირაჟი 129,000 ლარზე მეტი ჯეკპოტი და 9,000 ლარზე მეტი მეორე კატეგორია. ნახოთ აბა დღეს რა მოხდება. 3 2 1 დავიწყეთ. ხო და აი ზე კაშკაშა ვარსკვლავი აღმოჩინეთ 2007 წელს და დღემდე ინარჩუნებს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ტიტულს. იმედია რომ ეხლაც კაშკაშებს, იმიტომ რომ ის ძალიან შორს არის ჩვენგან და შეიძლება ნელ-ნელა კაშკაშა აკლდება, მაგრამ ჩვენთვის ჯერ კაშკაშაა. აბა კაშკაშა 5 ბურთი უნდა ჩამოგორდეს ყველა ვარიანტში და იქვე ოქროს ბურთიც კარგი იქნება 35. 35-მა გახსნა 2390 ტირაჟი და დავიწყოთ 35-ით დავიწყეთ, ნახოთ აბა რა იქნება გაგრძელება. გვინდა რომ შუალედში სადმე ოქროს ბურთიც ამოხტეს 16-ია თუ 19? 16-ია აშკარად. 16 არის მეორე ბურთი და უკვე ორი ბურთი ცნობილია. იცით ორი ბურთის შემდეგ იწყება უკვე ჩვენთან მოგებების ამბები და ნახოთ მესამე ბურთიც იმედია რომ არის ბოდიში თქვენს ბილეთებში 18. ბოშო, ჩამოგორდა 18-იც. 18-იც არის დღევანდელ გათამაშებაში მესამე ნომრად განითესა იგი. ნახოთ აბა მე-4 ბურთი, აბა ოქროს ბურთი. ლოტოდრონ, ოქროს ბურთი. არაო და 2-3-იანი ერთად რომ არის 33 რომ გამოდის, ის ბურთი ჩამოვარდა ჩვენთან 33-იც არის დღეს და ახლა ველოდებით ოქროს ბურთს ან დღევანდელი გათამაშების ბოლო ბურთს. მიდი. დღეს ოქროს ბურთის გარეშე ვართ, სამაგიეროდ ვართ ბოლო ბურთით, რომელსაც აწერია ამაყად 15. ასე დასრულდა 2390 ტირაჟი, საბოლოო კომბინაცია გადავიმეორო და მე პატარა ამბავი გვაქვს თქვენთვის, აბა წავიდა. 35, 16, 18, 33 და 15. 35, 16, 18, 33 და 15 მეგობრებო, სანამ შედეგები იქნება, მინდა გითხრათ რომ მოგებები გრძელდება საქართველოს ეროვნულ ლოტარიაში ამჟამად რემი ყოფერიამ ფოთიდან მინდა გითხრათ რომ ფარაონში 50,000 ლარი მოიგო და მოდით ახლა გაგაცნობთ რემის და ნახოთ აბა როგორ გაუხარდა მას ეს მოგება. მოგესალმებით ლოტოს მოყვარულო. ჩვენ მივყოფებით საქართველოს ეროვნული ლოტარიის მთავარ ოფისში. გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი გამარჯვებული სწორედ აქ ჩავწეროთ. იმისათვის რომ მოიპოვოთ ფარაონების განძი, არ არის აუცილებელი რომ ეგვიპტეს ესტუმროთ. საკმარისია მომენტალური ლოტარია ფარაონი შეიძინოთ და მოგება თქვენია. ასე მოიქცა რემი ყოფერია ფოთიდან და მან მოიგო 50,000 ლარი. ჩვენ უნდა გადავცეთ მას კუთვნილი თანხა და გავიგოთ მისი მოგების ისტორია. დავედით. გილოცავთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის სახელი და გადმოგცემთ კუთვნილ თანხას, რომელიც მოიგეთ ფარაონში. მესი მადლობა ლოტარიას. ჩვენ შევიძინე 2 ბილეთი და ერთ-ერთ ბილეთში მოვიგე 50,000 ლარი. გადაწყვეტილი არ მაქვს ჯერ რაში დავხარჯავ ამ თანხას, მაგრამ კაი საქმეში მოვიხმარ. ყველას ურჩევ ითამაშოს, იმიტომ რომ ვინც თამაშობს ის იგებს, მოგება შეუძლია ყველას. ნამდვილად მეც ვეთანხმები ბატონ რემის. იგებს ის, ვინც თამაშობს და მოგება შეუძლია ყველას. მოგება შეგიძლიათ ყველგან. საქართველოს ეროვნული ლოტარია. კიდევ ერთხელ ვილოცავთ რემის ამ მოგებას და უფრო მეც და მეც ვუსურებ და ასევე თქვენს გისურვებთ ყველას მოგებას. რაც შეეხება დღევანდელ გათამაშებას 648 გამარჯვებული მთლიანად მეხუთე მეოთხე კატეგორია, მესამეში 5-მა თქვენთაგანმა იმარჯვა და 5 ნაწილად გაიყო მესამე კატეგორიის მოგების ფონდი. ასეთი იყო დღევანდელი ამბავი. ვნახოთ აბა ხვალ რა მოხდება. ყველას მოგება.